საყოველთაო დემოკრატია ზოგადად ბოროტებაა. ხო არის ჩერჩილის ნათქვამი, რომ ამაზე უკეთესი არ მოუგონიაო კაცობრიობას და მე კი მგონია, რომ ამაზე უარესი არ მოუგონია კაცობრიობას. ბრბოს მართლობა ეს თავისი შინაარსით, სადაც საღაზრს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და მთავარია ემოციურობა. მას შემდეგ, რაც საყოველთაო დემოკრატია შემოვიდა სამყაროში, ორი მსოფლიო ომი მოხდა და უამრავი ადამიანი დახოცეს ბელადებმა, რომელიც საყოველთაო დემოკრატიის პირობებში უცოდინარმა ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში. ხა მე ხშირად მithქვამს ეს და ახლაც ვამბობ, რომ მე არ მჯერა, რომ მოვესწრები ეპოქას, როდესაც მართლობა არ იქნება საყოველთაო დემოკრატიის ფორმით შერჩეული. ეს მგონია, რომ გაჭედილი ვართ კაცობრიო ამ ეპოქაში და ჩვენი სიცოცხლე, ჩემი სიცოცხლე ყოველ შემთხვევაში არ ეყოფა იმას, რომ ეს დავძლიოთ. მაგრამ რა ფორმა ჯობია და როგორ ჯობია, მარტივად რო შეხედოთ ამ ამოცანას გეტყვით. დემოკრატია იყო ძველ საბერძნეთშიც. დემოკრატია იყო მე-19 საუკუნის ინგლისში და ამერიკაშიც. მაგრამ ის არ ყოფილა საყოველთაო. ხელისუფლება ჰქონდა მესაკუთრეებს. ანუ და თავისუფალ ადამიანებს. ძველ საბერძნეთში თავისუფალ ადამიანებს, აქეთ მესაკუთრეებს. ანუ მონას არ ჰქონდა ხელისუფლება. იმიტომ რომ მონა არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობდეს. ღატაკს, ანუ სოციალურად დაუცველს დღევანდელი გაგებით. და მათხოვარს არასდროს არ ქონია ხელისუფლება. მათხოვარი არ ნიშნავდა არასოდეს ვინ იქნებოდა ქვეყნის უფროსი. იმიტომ რომ ის დემოკრატია, მიუხედავად რომ დემოკრატია იყო, ის არ ყოფილა ასეთი უაზრო დემოკრატია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირია. ყველა ადამიანს ერთნაირად ესმის. ხო და ჩვენ ამაში ვართ გაჭედილები. ეს არასწორი აზრია. აი მე მგონი გურამ დოჩანაშვილს აქვს ეს, რომ სერვანტესიო და ერთი სხვა ადამიანიო, 1+1 2 ადამიანი არ არისო. და სერვანტესი სხვა არისო. ხო და აი მართლა თუ შელაპარაკობ მაგალითად ლიტერატურაზე. სერვანტესი და ვიღაც ერთი ადამიანი ხო ერთ და იგივე არ არის. ხო და პოლიტიკაში ის არის პრობლემა, რომ ყველა ადამიანი ერთ და იგივეა, ერთი ხმა არის. ამ სფეროში გადაწყვეტილებები მიიღება ისე, როგორც სხვა არც ერთ სფეროში არ მიიღება. მართლობის არც ერთ სფეროში. ხშირად მithქვამს ეს მაგალითი ძალიან მიყვარს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს დაახლოებით ისეთია, რომ ადამიანს ოპერაცია ან სამედიცინო ჩარევა უნდა ჩაუტარდეს თუ არა, ამას რო წვიტავდეს, არა იქიმთა კონსილიუმი, არამედ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა. აი დაახლოებით ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობას ვატარებინებთ ოპერაციას პაციენტზე. და მე გვიკვირს, რატო არ გამოდის ქვეყანაში ბევრი რამე კარგად. ზოგჯერ შეიძლება სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ამ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობამ, მაგრამ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას რო არ მიიღებს, ხო გესმით. და ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩერჩილს არ ვეთანხმები იმაში, რომ ამაზე უკეთესი არ მოუგონია კაცობრიობას, ამაზე უარესი არ მოუგონია კაცობრიობას. სხვა ბევრი პერიოდი ადამიანებმა რაც იცხოვრეს ათეულობით 1000 წელი, მათ ეს თავში აზრად არ მოსვლიათ. სხვა ტიპის ავტორიტეტები ყავდათ, სხვანაირად არჩევდნენ სწორს და არასწორს. და ჩვენ შემთხვევაში ჩვენ როგორც დღეს ვარჩევთ. ის უბრალოდ არაფერ შუაში არ არის საღაზრთან და რაციონალურობასთან. და ის დაშვება, რომ ადამიანთა უმრავლესობა ყოველთვის მიხვდება რომ რაღაცა ცუდად მიდის ქვეყანაში და გადაირჩევენ ხელისუფლებას, რაზეც დგას დემოკრატია შინაარსობრივად. ეგ დაშვება არასწორია. ადამიანთა უდიდესი ნაწილი ვერასოდეს ვერაფერს ვერ მიხვდება. აი 97%-ის ამბავი გაიხსენეთ ამ არჩევნებზე. 12 წელი ერთ და იგივე საკეთებენ და 97%-მა ისევ ბიძინა აირჩია. ოღონდ ზოგმა ლელო ბიძინა, ზოგმა ნაცი ბიძინა, ზოგმა ეს ბიძინა, მაგრამ ბიძინა არჩია სინამდვილეში. არა და 12 წელია მათ უყურებთ. 12 წელი ერთ და იგივე ხდება და 97%-მა მაინც ვერ ისწავლა ჯერჯერობით ვერაფერი. ეს არის ფაქტი, რაც ვიცით. და ამიტომ მე დემოკრატიის სიკეთეების შესახებ ნაკლებად მჯერა მაინც და მაინც. მგონია, რომ უბრალოდ ეს არის ქრონიკული დაავადებასავით. მასთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. იმიტომ რომ ვერ შევცვლით, ჯერ არ გვაქვს წამალი გამოგონებული, რითაც განვიკურნებით.